მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მის სამყარო თენგო ომანიძე გახლავართ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი, ვის სანთათაც როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საერთაშორისო მნიშვნელოვან მოვლენებს მივიხილავთ. მოგესალმებით ბატონო სოსო, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო სოსო, მინდა დავიწყოთ საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებით. დღევანდელი დღე აღინიშნა მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესებით, რომლებიც გაიმართა და გამოცხადდა ორი ადამიანის განაჩენი. საუბარი არის აქციების დროს, პოლიტიკური აქტივობების დროს დაკავებულ პირებზე. მზია ამაღლობელს სასამართლომ შეუფარდა განაჩენით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ექიმი ახობაძე, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო ბრალდებული და 8-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ვინაიდან იგი სასამართლომ ცნო უდანაშაულოდ. საინტერესოა თქვენი შეფასების მოსმენა, მე მაგალითად აიხა რო უსმენ ვეცნობი უпроსორეთ სოციალურ ქსელში როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პოზიციებს, ისე სახელმწიფო გუნდის მხარდამჭერების მოსაზრებებს. ერთის მხრივ ქართული ოცნების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს არის მათთვის მტკიცებულება, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და აბას არ არის მაშინის არგუმენტი, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ჯიბეში ყავს სასამართლო და ასე შემდეგ. ეს არის ქართული ოცნების მომხრეების პოზიცია. მეორეს მხრივ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა მკაცრი სასჯელების გამოტანა და ეს არის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარად უკან დახევა. საინტერესოა თქვენ როგორ აფასებთ აი ამ ყველაფერს, თქვენ რა დამოკიდებულება გაგიჩნდათ, ელოდით თუ არა ამგვარ გადაწყვეტილებებს და რა ტენდენციებზე მიუთითებს ეს ყველაფერი? პირველ რიგში მოგესალმებით თენგო, მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის, ესოდენ აქტუალურ საკითხებზე სასაუბროთ. მივესალმებით ძვირფას ტელემაყურებელს და ამ ცხელ საღამოს ვფიქრობ, რომ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. ეხლა გადავიდეთ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე. კაცრიო, მე ვერ ვიტყვი, რომ 2 წელი, რომელიც მზია ამაღლობელს მიესაჯა, კაცრია. კაცრი არ არის, არც მობიერია, ასე ვთქვათ, შუალედურია, მე თუ მკითხავთ, მაგრამ აქ მე ყოველთვის მიჩნდებოდა და ეხლაც მიჩნდება ასეთი აზრი. თუკი მზია ამაღლობელს პოლიციელზე სილის გაალაწუნებისათვის მიესაჯა 2 წელი, რატომ არ არის დაპატიმრებული გრიგორი ვაშაძე, რუსეთის შპიონი, რომელმაც მიტინგის დროს თავში ჩაარტყა პოლიციელს ტელეკამერების თვალწინ. ეს რომ ჩუმად მომხდარიყო და რაღაც მოწმეები ყოფილიყვნენ, კიდე იტყოდი, რომ მოწმეები ცრუ მოწმეები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ თელმა საქართველოს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორც ჩაარტყა თავში. რატომ არ არის დაპატიმრებული გრიგორი ვაშაძე? რახან რუსეთის შპიონია რა? ეს ინდულგენციაა? არც ერთი ქვეყნის შპიონს, რომელი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელიც არ უნდა იყოს, ჩადენილი დანაშაული არ ეპატიება. და თუ ჯაშუშობა დაუმტკიცდა, ჯერჯერობით არავის არ დაუმტკიცებია მისთვის, მე ჩემ მოსაზრებას ვამბობ. თუ დაუმტკიცდა, იმაზე ცალკე სასამართლო უნდა იყოს, მაგრამ პოლიციელს ჩაარტყა თავში და იმ პოლიციელს თავმოყარეობა არ აქვს, იმას არ ყავს ოჯახი, დედა, მამა, ცოლი, შვილი, მეგობარი, თავში ჩაარტყა ხელი და არაფერი გაიარა და ვითომ არაფერი არ მომხდარა. რაც შეეხება განთავისუფლებას ნარკომანიაზე ბრალდებისა, ეს აქ უკვე მეორე საკითხი დგება. თუ მას 8-დან 20 წლამდე ეკუთვნოდა, როგორც ჩანს არ დაუმტკიცდა ნარკომანია, მაგრამ მაშინ მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა შენახვა ედებოდა ამ ადამიანს ბრალად და მე ხა თვითონ მუხლის დეფინიცია არის 8-დან 20 წლამდე. ანუ აქ საუბარი არის მართლაც განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე და განსაკუთრებით დიდი მასშტაბის დანაშაულზე, იმიტომ რომ უვადო პატიმრობა ყველა დანაშაულისთვის არ არის, რა თქმა უნდა, ხო გათვალისწინებთ. რა თქმა უნდა, დახვრეტა ჩვენ ქვეყანაში არ არის, გაუქმებულია, სიკვდილი დასჯა, ამიტომ უვადო პატიმრობა არის ყველაზე მაღალი სასჯელი და ადამიანს ამ დროს ანთავისუფლებენ პირდაპირ სასამართლოდან გაანთავისუფლებს. სასამართლო დარბაზით. პირდაპირ, კი, მე როგორც ვიცი, მაშინ მეორე საკითხი, მას რომ აღმოუჩინეს ნარკოტიკები, ესე იგი ეს ჩადებული ყოფილა.
მაშინ ეხლავე ამ წუთასვე უნდა დაიწყოს მეორე საქმის ძიება და უნდა აღიძრას მეორე საქმე ჩადებასთან დაკავშირებით. როგორ ნარკოტიკები უპოვნეს, გარეთ გამოუშვეს. მე არ ვიცი, მე არ ვერევი სასამართლოს კომპეტენციაში. მე არ ვამტკიცებ არც იმას და არც ამას. არც მე დამიჭერია და არც მე გამომიშვია. მაგრამ რადგანაც სასამართლოზე არ დაუმტკიცდა და პირდაპირ გაათავისუფლეს სვდომათა დარბაზიდან, მაშინ რა უყოთ იმ აღმოჩენილ ნარკოტიკებს, ესე იგი ჩაუდეს. მაშინ უნდა დაისაჯოს ის, ვინ ჩაუდო. ეხლა ჩვენ ხედავთ პოლიციელზე სილის გალაწუნება ისჯება 2 წლით კი არა 7 წლამდე აპირებდნენ, მე როგორც ვიცი, მაქსიმალური იყო 7 წლამდე. ამ ჟურნალისტი ქალისათვის, მაგრამ პოლიციელმა თუ ჩაუდო, მაშინ პოლიციელი არ უნდა დაისაჯოს? მე წეღან თქვი, გრიგოლ ვაშაძე რატო არ დაისაჯა მეთქი და პოლიციელიც ისევე უნდა აგებდეს პასუხს, როგორც პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი. ისე რომ მე რაღაც უნდობლობით უყურებ აი ამ გადაწყვეტილებას. სავსებით გეთანხმებით, აი ესეთი ინტერპრეტაცია სხვა შორის ჯერ არ მომისმენია მე არც სოციალურ ქსელში და არც ტელევიზიაში, რომ მართლაც ეხა ადამიანი დააკავეს, მას უპოვეს ნარკოტიკები და მტკიცებულების სახით ეს ნარკოტიკები იქნა ამოღებული, ჩადებული, საქმე ამის ირგვლივ, ასე ვთქვათ, აეწყო და მე მოსამართლე ამართლებს ამ ადამიანს, ამბობს, რომ არა მას ეს არ შეუძენია, მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. მას საიდან გაჩნდა ეს ნარკოტიკები? ხო და ეს არის საკითხი, ზუსტად ნარკოტიკები საიდანღაც ხო მოვიდა, თითო ფეხს ხო არ გამოიბევდა ნარკოტიკი და არ მივიდოდა იქ. ესე იგი ვიღაცამ ჩაუდო. არა არც იმას ვამტკიცებ რომ ჩაუდო მეთქი. მაშინ ახსნა ხო უნდა ქონდეს. მაშინ ახსნა სასამართლომ, ეხლა მოსამართლეები განმარტებას არ აკეთებენ, მაგრამ ხო შეიძლება პროკურორმა გააკეთოს განმარტება, ან ადვოკატმა გააკეთოს, ან თვითონ ბრალდებულმა, თუ განთავისუფლებულმა უკვე გააკეთოს განმარტება, საიდან მოვიდა იქ ნარკოტიკები. მაშინ მან უნდა განაცხადოს, რომ მე ჩამიდეს ნარკოტიკები და ჩადება არანაკლებ და დიდი დანაშაულია, ვიდრე ნარკოტიკის შეძენა გასაგებად. ხა წარმოვიდგინოთ თქვენც, მეც და ძვირფასო მაყურებლებო, თქვენც წარმოვიდგინეთ. მოდის პოლიციელი და ჯიბეში გიდებს, ან მანქანაში ხსნი მანქანას, ეხლა დღეს მანქანების გახსნის ძალიან იოლი საშუალებები არსებობს, ისე რომ პოლიცია შეუძლია გახსნას მანქანა, ჩადოს, დახუროს და ამ დროს შენ მიდიხარ, ხსნი შენ მანქანას, გესხმევა თავს პოლიცია და იღებს ნარკოტიკს. ეს რა ნაკლები დანაშაულია? შეიძლება უფრო მძიმეც კი, როდესაც ალბათ უფრო მძიმეც არის, იმიტომ რომ შენი ფორმა, შენი სამხრები, შენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობა გამოიყენა იმისათვის, რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, დაგედანაშაულებინა, უდანაშაულო ადამიანი დაგედანაშაულებინა უმძიმეს დანაშაულში. აქ რაღაც ვერ ხვდება რაღაც ამბები ერთმანეთს და მე მოუწოდებ სახელმწიფო ბრალდებას, პროკურატურას მოუწოდებ ან ზემდგომ ორგანოში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ იქნება. ან აღძრას საქმე, ან თქვას რომ შეეშალა კი არა დანაშაული ჩაედინა სამართალ დამცავმა ორგანოებმა. ჩვენ თუ გვინდა რომ ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, აქ არ უნდა იყოს არავისზე არ შერჩევა, რომ ის არის, ეს არის, ამას ეპატიება, იმას არ ეპატიება. მე ერთი 15 თუ 20 წლის წინ მახსოვს, ზუსტად ვერ ვიხსენებ, ჩვენი ტელევიზიით გადაიცა ესეთი სიუჟეტი, რომ პელე გაუსამართლებია თურმე ბრაზილიაში. პელესთვის მიუჟიათ 5 წლიანი ციხე, ზუსტად არ მახსოვს რაზე, რაღაც უბრალო ამბავზე, მაგრამ 5 წელი არც ისე მცირეა. გესმით თქვენ, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ძვირფასო მაყურებლებო და ბატონო თენგო პელე რო საქართველოში ყოფილიყო და აქ რო ვინმეს გაესამართლებინა, იმ მოსამართლესაც ალბათ შუაზე გაგლეჯდნენ და ვინც დააპატიმრა იმასაც. იმიტომ რომ აქ ავტორიტეტი პელე, არა, ბრაზილიაშიც კი, პელეც კი, ფეხბურთის მეფეც კი გაასამართლეს და მიუსაჯეს. ამიტომ არის ასეთ სახელმწიფოს რომ ქვია სამართლებრივი და ისეთ სახელმწიფოს, სადაც კანონი არ კანონობს, უпроსტად კანონი ზოგიერთისთვის კანონობს და ზოგიერთვისთვის არ კანონობს, ვერ აშენდება ესეთი სახელმწიფო და მე რო ქუჩაში მაჩერებენ დღესაც და გვეშველება რამ ერთ შეკითხვას მისვევამენ ხოლმე და არა მარტო მე, ჩემ კოლეგებს, პოლიტიკოსებს და სხვებს. გვეშველება რამე
აი თუ ესე მოხდა, არაფერი არ გვეშველება. თუ ესე გაგრძელდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, განურჩევლად, სქესისა, რასისა, წარმომავლობისა, ავტორიტეტისა, ვინც რას არ უნდა წარმოადგენდეს, კანონის წინაშე ყველა ერთია და სასამართლოში როა თემიდას სასწორი, თემიდას განდაკება და თვალი რო აქვს ახვეული, აი ესე უნდა კონდეს თემიდას თვალი ახვეული. მე არ ვიცი, ჩემ წინ ვინზის. არ მაინტერესებს. ღმერთმა დაიფაროს. თემიდას ის ხმალიც არ უჭირავს შემთხვევით, თორე. შემთხვევით, ხო. ის ასორი არ უშველი და მარტო ხმალი, ხმლით. სხვათა შორის სამართლისათვის ბრძოლაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეგ იდეადებს ზუსტად, მან რომ ის ასორი არაფერს არ უშველის თემიდას, თუ კი ხმლით არ დაისვა. როგორც ყველაფრისთვის არის ბრძოლა საჭირო. სამართლის დასამკვიდრებლათაც ბრძოლა არის საჭირო. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეხა ნუ საერთო ჯამში ეხა თავისთავად ცხადია დასკვნების გამოტანა ჩვენი მხრიდან ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ რაღაც ვარაუდებზე, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან ეხა როცა არ ვართ უშუალოდ აი ამ სამართალწარმოებაში ჩართული, არ ვიცით რა მტკიცებულებები იყო იქ ასევე წარმოდგენილი იგივე დაცვის მხრიდან. ფაქტია ამ ადამიანს არ დაუდასტურდა. ეჭებზე ვლაპარაკობ, ეჭვები გვიჩნდება. დანაშაული, თუმცა ეს ნამდვილად ძალიან უცნაური არის და იმედი გვაქვს, რომ იქნება გამოძიება მათ შორის აი ამ ჩადებასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ უბრალოდ უცნაურია შეკითხვა არსებობს საზოგადოებაში და ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. აი ბატონ სოსო, თქვენ საუბრობდით, გაიხსენეთ გრიგორი ვაშაძის ეპიზოდი. გიას ეძახიან, მაგრამ მოდი ოფიციალურად გრიგოლი ქვია და გრიგოლი უწოდა. გრიგოლ ვაშაძის ეპიზოდი, როდესაც მან ნამდვილად ფიზიკურად შეეხო პოლიციელს. ჩვენ გვახსოვს სხვა ეპიზოდებიც, აი ხოშტარიას ეპიზოდი, ნაგვის ურნარო ჩამოაცვეს თავზე და ტუალეტის კაღალდები დააყარეს პოლიციელებს და ესეთი ფაქტები მრავლად შეგვიძლია ჩვენ წარსულში გავიხსენოთ, მაგრამ იყო რაღაცა პერიოდი, ეპიზოდი, პერიოდი ალბათ უნდა ამას უწოდოთ, როდესაც ამ ხალხს პროდასავლელ აქტივისტებს, როგორც ისინი საკუთარ თავს ეძახიან, ერთგვარი ინდულგენცია ჰქონდათ მართლაც, მათ რაც არ უნდა გაეკეთებინათ, არავინ ამის გამო არ ასამართლებდა. შემდეგ ეს პოლიტიკა შეცვალა ხელისუფლებამ, ადმინისტრირების პოლიტიკა და ხედავთ, რომ აი აგერ ჟურნალისტ ამაღლობელს მაგალითად ცილის გაწვნის გამო 2 წელი მიესაჯა. როგორ ფიქრობთ, აი რა და ამიტომაც არიან ეხა ის პროდასავლელები ცოტა არ იყოს გაბრაზებულების და გაუგებრობები, რომ ადრე რაც გვეპატიებოდაო, ეხა ამის გამო როგორ გჯითო, ხო? ესეთი პოზიციები აქვს. აი რამ განაპირობა თქვენი აზრით ეს ცვლილება რეალურად, რა საჭიროება დაინახა ამის ხელისუფლებამ? ან ადრე რატო იქცეოდა ეგრე, ან ეხლა რატო იქცევა სხვანაირად? აი ეს რა იყო ის მოვლენა, რამაც შეცვალა მიდგომები? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ხოშტარია ისეა პროდასავლელი და ისე წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნების მთავრობას თუ აგენტურას, როგორც მე გახლავართ ჩინური ენის სპეციალისტი. ხოშტარია გახლავთ რუსეთის შპიონი, ისევე როგორც რუსეთის შპიონი გახლდათ გრიგოლ ვაშაძე და რუბლებით იღებს შემოსავალს მისი ოჯახი. და როდესაც ჟურნალისტმა კითხა ამას წინათ, ახალი ტრანში ჩაგერიცხათ რუბლებითო და პასუხი არ ვიცი გახსოვთ თუ არა, თენგო ფეხებზე მკიდიაო. აი პასუხი იყო ესეთი, ფეხებზე მკიდიაო. ნუ ჯერ ერთი თავხედი. ხა მეც პოლიტიკოსი ვარ და 1000 შეკითხვა დაუსვია ჩემთვისაც და ეხლა ესეთი თავხედური პასუხი ღია ეთერში ფეხებზე მკიდია. რა ლაპარაკია? მაგრამ აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რუსეთის აგენტურა ხარ შენ, ტაივანის აგენტიც ყავს. ჩვენ როგორც გავარკვიეთ, ქალბატონი ხიდაშელი აი ხა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, აი ტაივანის აგენტი რატო უნდა იყო? აი ტაივანის ინტერესებს რატო უნდა ატარებდე საქართველოში, როდესაც ჩვენ ჩინეთთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება მეგობრობის და პარტნიორობის და ჩინეთი გვიშენებს აი ავტობანს რო ვეძახით იმას და ეხლა ანაკლიის პორტშიც როგორც ვიცი ჩინელებმა უნდა ლომისწილი ითამაშონ ამ პორტის აშენებაში და არა მარტო პორტის აშენებაში, არამედ ტვირთების გადაზიდვაში, ძირითადად ჩინური ტვირთები უნდა იქნას გადაზიდული და ტაივანის აგენტი რო ხარ. ჩვენი ქვეყნის კონტექსტში, როცა ჩვენს გვაქვს სეპარატისტი. მაგრამ თეგო რომელი ქვეყნის აგენტურაც არ უნდა იყო. მე მახსოვს მაგალითად გიგა ბოკერია ამბობდა, რომ მე ვარო შეერთებული შტატების აგენტიო. კი არ მალავდა. აგენტი ვარო, მაგრამ შეერთებული შტატებსო, გესმით? აი როგორც კანონიერებაზე რო ვილაპარაკეთ, რომ ზოგს ეპატიება, ზოგს არ ეპატიება. როგორც ჩანს, ზოგიერთი თვლის თუ ის არის შეერთებული შტატების აგენტი, ან საფრანგეთის, ან ბრიტანეთის აგენტი, თურმე ეს არის საამაყო.
და თუ ხარ რუსეთის აგენტი, თუ ხარ ტაივანის აგენტი, უნდა უარყო, არა, მე რუსეთის რომელი ქვეყნის აგენტურის წარმომადგენლიც არ უნდა იყო, რომელ უცხო ქვეყანაზეც არ უნდა მუშაობდე, შენ ქვეყანაში. უკვე დამნაშავე ხარ შენ. შენ ერთადერთი შეგიძლია იყოს შენი ქვეყნის აგენტი. ისიც კარგი გაგებით, არა ცუდი გაგებით, რომ მაგალითად რაღაც ცუდს აკეთებდე, შენ მეზობელ ქვეყანას ცუდს უკეთებდე. კარგი გაგებით ვამბობ. შენ ქვეყანას უნდა წარმოადგენდე, შენი ქვეყნის აგენტი უნდა იყო, შენი ქვეყნის ელჩი უნდა იყო, არც ელჩსაც პირდაპირ გაგებით არ ვამბობ. ამიტომ ზოგს რო ეამაყება, რომ იცით მე დასავლეთის აგენტი ვარ. აგენტი ყველა ქვეყნის ვისიც არ უნდა იყო დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ ის აგენტურა ასრულებს იმ ქვეყნის საქმეს. აი საფრანგეთი ხო გვიყვარს ახლა, ჩვენ ალექსანდრე დიუმას აღზრდილები ვართ, ვიქტორ ჰიუგოს აღზრდილები ვართ, ფრანგულ ფილმებზე, ფრანგულ სიმღერებზე, ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობა ასია აღზრდილი. საფრანგეთის აგენტიც რო იყო, არ შეიძლება აგენტი ხარ, იმიტომ რომ ატარებ ამ შემთხვევაში საფრანგეთის ინტერესებს ჩვენ ქვეყანაში. ისე რომ აი ეს დასავლური აგენტებიო თქვენ რომ ბძანეთ, არ არიან ესენი დასავლური აგენტები, მაგრამ რომც იყვნენ, მაინც დანაშაულია. ისე რომ აი ფაქტია რომ ეპატიებათ ამათ. ფაქტია. აი რა რეები ჩაიდინეს. ნაგვის ყუთი და პოლიციის მანქანა ნაგვის მანქანა შეახტა, მერე პოლიციის მანქანა შეახტა ესე მუცლით ხოხავდა პოლიციის მანქანაზე. ნუ ჯერ ხალი როგორ იქცევი. ჯერ აი ძვირფასო მაყურებლებო ალბათ დამეთანხმებით. აი ამ ბოლო დროს რო აქციები იმართება, ახალგაზრდა გოგოები როგორ ბილდს სიტყვაობენ. რა სიტყვებს უშვებენ პირიდან, ეს ხო წარმოუდგენელია რა. გასათხოვარი ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც უნდა გათხოვდნენ, ოჯახებში შევიდნენ, შვილები გააჩინონ. რას ბილდს სიტყვაობენ, რეებს ამბობენ, რეებს ლაპარაკობენ. როგორ შეიძლება? აი ამით რას იგებენ მაგას მეც დავაკვირდი არაერთხელ გვითხოვამს ეთერში რომ აი აქციასაც პროტესტსაც ხო აქ თავისი ესთეტიკა არა რომ მიზანი ამ ესთეტიკის არის ის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიმხრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს იქ მოსული სურვილი ხარ რომ შევხედავ რომ პატარა ლაწირაკი ბავშვი გამოდის და აი ესეთი ბილდი ენით იგინება პირდაპირ ეთერში არაფრის მორიდება არა აი რომც ვიყო ისეთი ნეიტრალური ადამიანი ვისაც აი გადასაწყვეტი მაქვს ეხლა ჩავერთო ამ პროცესში არ ჩავერთო მაგას რო დავინახავ იქ ჩემი ფეხი აღარ იქნება ხო თავის თავად ამას თვითონ ვერ ვფლები არც არის არც გადის უკვირთ მე რომ ხალხი რატო არ გამოდისო ესეთი ბინძური სიტყვები ბინძურ სიტყვებს რო ამოუშვე პირიდან იქ ნორმალური დიასახლისი ან ნორმალური პროფესიის პატიოსანი ადამიანი არ დადგება შენს გვერდით მე ახლა 1988 წლიდან მიტინგების ხანმონაწილე ვარ. ნუ 88 წლის მიტინგის მონაწილე ვიყავი, ორგანიზატორი არ ყოფილა, აი პირველი შიმშილობა რო გაიმართა, მაშინ პატარა იქნებოდით თქვენ თენგო. მე საერთოდ არ ვიყავი 89-ში დავიბადე. 9-ში დაიბადე. აი პირველი შიმშილობა რო მოეწყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით. აი იმ დროიდან, როგორც კი აღზევდა ეროვნული მოძრაობა, ყოველთვის იქ ვიყავი, იქ ვიდექი. მე ბილდ სიტყვაობა არ გამიგია, ძვირფასო ახალგაზრდებო, აი ეხლა ბატონი თენგო ახალგაზრდაა და ასეთ ახალგაზრდებს მიმართავ. ან მე რო იქ ვიდექი და ვიღაცას ესეთი უზდელური სიტყვები წარმოეთქვა, გავაძევებდით უბრალოდ. გავაძევებდით უბრალოდ იქიდან. და მიზანი რა არის აქციის? აქციის მიზანი არის რომ მიიმხრო ძალიან ბევრი ადამიანი და წყობიდან გამოიყვანო ხელისუფლება. ანუ ის მართველი ძალა, ან ის მართველი პიროვნება თუნდაც, რომელსაც ებრძვი, ხო, ნუ პოლიტიკურად ებრძვი. და ესეთი ბინძური სიტყვებით რო ებრძვი, პირიქით, შენს გვერდით აღარავინ აღარ დადგება და აღარ სდგანან. და ჩვენ ერთ ბინძურ სიტყვას არ ვამბობდით და პირიქით, ილია ჭავჭავაძის ფრაზები მოყვავდა, აკაკი წერეთლის ფრაზები მოყვავდა, ვიღაც ცნობილი მსოფლიო დონის პოლიტიკოსების ციტატები მოყვავდა და აი ესეთ პოლემიკა იმართებოდა იქა და კონცერტებიც იმართებოდა მერე რომ დამთავრდებოდა მიტინგი მოდიოდნენ მომღერლები ხელოვანი ხალხი და კონცერტებიც იმართებოდა იქა და უფრო მეტი ხალხი მოდიოდა და ამით სააკაშვილი შევარდნაძეც და სააკაშვილიც წყობიდან გამოყვავდა სულაც არ ვიგინებოდით და არ ვილანძღებოდით წყობიდან გამოყვავდა. აი სწორედ აი ამ ჩვენი კულტურული წესიერი საქციელით, ან როგორი ჩაცმულები ვიყავით, ყველა ვცდილობდით რომ
თეთრი საროჩკას რო ვეძახით, თეთრი პერანგი გწმოდა, კარგად ნორმალურად ჩაცმულები ყოფილიყავით, მოწესრიგებულები, რომ ადამიანებს დაანახო, რომ აი ესენი უნდა წავიდნენ და ჩვენ უნდა მოვიდეთ, მაგრამ ჩვენ ნახეთ როგორი მოწესრიგებულები ვართ. ეხლა ესე რო იგინებიან და რობილს სიტყვაობენ, ხალხი შეშინებულია და ბევრი სოციალურ ქსელში პირდაპირ წერს და ნუ ქუჩაშიც ლაპარაკობენ, ეზოებშიც, რა თქმა უნდა. ესენი რო წავიდნენო, დაუშვათ ოცნება. ესენი უნდა მოვიდნენ, ნუ აი ეს უზრდელი, გაუნათლებელი, უკულტურო ადამიანები და არც თუ წესიერი საქციელის პატარა გოგოშკები სხვათა შორის. ეგ არის ქართული ოცნების ხელში, ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მთავარი იარაღი, რომ ალტერნატივა არ ჩანს მისი, ხო, ამ პოლიტიკურ ველზე, ყოველ შემთხვევაში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება სოლიდური იმიჯი, რომელსაც ექნება მართლა ხალხს იმის განცდა, რომ აი ეს არის შემდეგი ძალა. ასეთი არ ჩანს. აი ეს მნიშვნელოვანი პრობლემაც არის ერთგვარად მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ხელისუფლება ესეთ პირობებში დუნდება, როცა მას არ ყავს ალტერნატივა, ნებისმიერ ხელისუფლებას ასე დაემართება. ცუდია, რომ არ ყავს სერიოზული ოპოზიცია. აი ამ ხრივ მინდა ვისაუბროთ, ეხლა ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, საკმაოდ უცნაური არჩევნებია იმ ხრივ, რომ თავარ ოპოზიციურ ძალად მონათლული პოლიტიკური ჯგუფები არ იღებენ მონაწილეობას, გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფ ახლებს. მათ გამოაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ამავდროულად იღებს მონაწილეობას ლელო გახარია, რაც დადასტურებულია, ასევე გირჩი ის დიაგო ხვიჩიას გირჩის მეორე გირჩზე არ გვაქვს საუბარი, ისინი მეტი თავისუფლება, ხო? არა? მე თავისუფლება ის არის. ის არის პირიქით. ეგენი რადიკალები არის. ის შარვალ ჩახტილების გირჩია, შარვალ ჩახტილების. ეგ არის მე თავისუფლება. ეს მეორე არის იაგოს გირჩი. ხო და ცოტა უცნაური არის იმ კუთხით თქო, რომ ჩემი გადმოსახედიდან რაღაც პირველად ჩდება ამ არჩევნებზე ერთგვარად თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება ნაკლებად რეიტინგულან, ნაკლები ბიუჯეტის მქონე პოლიტიკურ ძალებსაც გაუჩნდეთ გარკვეული მოლოდინები, რომ ეხლა თუ თავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც კეტავდა ამდენი ხანი აი ამ პოლიტიკურ ველს, არ იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, იქნება გათავისუფლდეს სივრცე სხვებისთვის. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესებს? მე ჩემი პარტიის მაგალითზე გეტყვით, მემარცხენე ალიანსის მაგალითზე, ჩვენ განვიხილავთ უკვე იმ ამბავს, რომ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ჩვენი პარტია ნამდვილად არ არის დაბალ რეიტინგული, მაგრამ დაბალ ბიუჯეტიანი ნამდვილად ვართ. საქართველოში ყველა აი ბოდიშ გიხდით, რომ გეჭრებით, მაგრამ სავსებით გეთანხმებით მაგაში და ეს უნდა ითქვას ხოლმე ყოველთვის, რომ ჩვენთან არ არის სხვილი და აი ხა ლელოს თუ აქვს მაგალითად საარჩევნო ბიუჯეტში 50 მილიონი, ვინმეზე მეტი რეიტინგი აქვს ეხა ხაზარაძეს მაგის გამო. აქ არიან ჩვენ ყავს დაბალ ბიუჯეტური და მდიდარი პარტიები. ამის მიხედვით იყოფა საქართველოს პოლიტიკური სამწუხაროდ ესე იყო. ის რომ ლელომ გადალახა ბარიერი წინა საპარლამენტო არჩევნებში არ შევიდნენ, მაგრამ ბარიერი გადალახა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლელო არის რეიტინგული პარტია. წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება. მე ამაზე ანალიზი მაქვს გაკეთებული და მინდა ტელემაყურებელმაც იცოდეს. TBC ბანკი არის თითქმის ყველა რაიონში. ეხლა ნახეთ, TBC ბანკის ყველა თანამშრომელს აიძულებენ, რომ ხმა მისცენ ლელოს, ხო? თუ არა დაითხოვენ სამსახურიდან. ახლა იმისი ოჯახის წევრებიც გადაამრავლეთ რამდენია და წარმოიდგინეთ, ეს გამოდის უზარმაზარი არმია, ის იმდენი მაინც ყოველ შემთხვევაში რომ თაღლითი ხაზარაძის და ჯაფარიძის პარტიამ გადალახოს ბარიერი, მაგრამ ბარიერი გადალახეს, მაგრამ არ იყენებენ იმ თავის მანდატებს. ესეთი სისულელე ჩვენ თვითონ ჩადენილი გვაქვს, როდესაც ლეიბორისტულ პარტიაში ვიყავით. ასეთი სისულელე, რომ გადავლახეთ ბარიერი 2008 წელს, მივიღეთ მანდატები და გამოუცხადეთ ბოიკოტი არჩევნებს. რა მოიგო ამით საქართველომ? ან რა მოიგო ამით ჩვენმა პარტიამ? პირიქით, მეცაც გეტყვით, 2008 წელში ჩვენ რო შევსულიყავით პარლამენტში, იმავე წლის აგვისტოში შეიძლება სააკაშვილს ვერ გაებედა ომის დაწყება. იმიტომ რომ ჩვენ ვეყოლებოდით ძლიერი ოპოზიციის სახით. აი მაშინდელ გაერთიანებულ ოპოზიციას გულისხმობ, იქ გრეჩიხაცი გულისხმება, გოგა ხაინდრავაც, კოკო გამსახურდია. აი გახსოვთ ძვირფასო მაყურებლებო და ამომრჩევლებო იმ დროინდელი შემადგენლობა. გამოუცხადეთ ბოიკოტი, დავრჩით გარეთ. შიგნით უნდა ყოფილიყავით. პარლამენტში წინააღმდეგობა არ ქონდა და რასაც უნდა იმას აკეთებდა. და მერე იმის შემდეგ ჩვენ ხო დაუშვით შეცდომა და მერე ბოდიშიც მოვიხადეთ. ყველას ვეუბნებით, რომ ხალხო, ესეთი შეცდომა არ დაუშვათ, რომ ამომრჩეველმა მოგცა მანდატი და არ შედიხარ პარლამენტში.
ვის უცხადებ ბოიკოტს? ქართულ ოცნებას ბოიკოტის ეშინია? ხო ხედავთ რომ ბოიკოტის არ ეშინია. სოფლიო არ აღიარებსო. რა არ აღიარებს? ვის აღარ შეხვდნენ? დაწყებული შუა აზიიდან, დამთავრებული არაბული ქვეყნებით, დამთავრებული გაგრძელებული ევროპული ქვეყნებით და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამას წინა ჩვენი თვალით ვნახეთ აგრიმანი როგორ გადასცა, არა აგრიმანი ხო ადრე გადასცა და რწმუნებათა სიგელები როგორ მიიღო თამარ ტალიაშვილისგან და როგორ იდგნენ ელჩს იშვიათად ხვდება ხოლმე შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უფრო ვიცე-პრეზიდენტი ხვდება ხოლმე. თვითონ პრეზიდენტი შეხვდა და ესეთი ხელში გაშლილი რწმუნებათა სიგელით როგორ შეხვდა თამარ ტალიაშვილს. რა ბოიკოტი, რის ბოიკოტი? არანაირი ბოიკოტი. მართლა ქონდა იმის ილუზია, რომ არ აღიარებდა და კი. ანუ ეს რეალურად განიხილებოდა, რომ განიხილებოდა ესე, რომ ჩვენ არ მივცემთ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას. ვინ კითხავს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაცია? ლეგიტიმაციას იძლევა ხალხი. გადაშალეთ კონსტიტუცია და წაიკითხეთ თქვენ უვიცებო პოლიტიკოსები გქვიათ კოსტუმი გაცვიათ, ჰალსტუხი გიკეთიათ და ისარაგად წაკითხული კონსტიტუცია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა ლელო და არა გახარია საქართველოსათვის და კიდე სხვა რაღაცა პარტია. გვარამიას და ვიღაცის პარტიები. არა ხარ თქვენ ლეგიტიმაციის წყარო. ხალხია ლეგიტიმაციის წყარო. ხალხმა მისცა ხმა და დამთავრდა. თუ მონარქია ეს უკვე სხვა ამბავია ხა ბაგრატიონები მემკვიდრეობით ღებულობდნენ ხელისუფლებას და უინძორები და სტიუარტები და აღარ ჩამოვთვლი ახლა ყველა მონარქებს ჰაბსბურგები და სხვები. იქ სხვა სისტემა იყო, აქ სხვა სისტემაა. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა. ვინ ახარ თქვენ რო იძახით რომ არ მივცემთ ლეგიტიმაციას? ხო ხედავთ ლეგიტიმაციაც აქვს და მეორე არჩევნებიც დაინიშნა. არ გახვალთ თქვენ ადგილს დაიკავებს სხვა პარტია. სხვა პარტია მიიღებს მანდატებს, რომელიც ადგილობრივ ორგანოებში შევა. აი ეს მე მაგნას რომ ესეც განვითარდეს პროცესი. ძალიან ჯანსაღი პროცესი იქნება, თუ კი ეს დესტრუქციული ძალები თავისივე ნებით ჩამოშორდებიან პოლიტიკურ პროცესს და ისეთ ნაკლებ ბიუჯეტიან პარტიებს და ის ტერმინი უნდა დავამკვიდროთ ჩვენ, იმიტომ რომ მართლაც აქ რეიტინგები არაფერ შუაში არ არის სამწუხაროდ საქართველოში ფული განსაზღვროს პოლიტიკურ შედეგებს და არა ხალხის მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას უჭირს უბრალოდ ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარება, იმდენად დიდ ფინანსებთან ხო არის ეს დაკავშირებული. აი ესეთი ტიპის პროცესები, თუ კი ეს მდიდარი, მაგრამ უტვინო პოლიტიკური პარტიები თვითონვე გაიწევიან პოლიტიკური პროცესიდან შეიძლება პირიქით ამ ხელი შეუწყოს გაჯანსაღებას, ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას, ახალი ძალების დამკვიდრებას ადგილობრივ დონეზე, რაც რა თქმა უნდა დიდი სტარტი იქნება უკვე მომავალში პოლიტიკური არჩევნებს, რასაც ეძახიან პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ასე რომ მე პირადად გისურვებ წარმატებას ბატონ სოსო. ნუ ჯერ არ გადაგვიწყეთია თენგო, მაგრამ განხილება ეს საკითხი კიდე ერთს დავამატებ თქვენი ნებართვით რა. აი ძვირფასმა მაყურებელმა მინდა იცოდეს. აი ნახეთ, 4 პოლიტიკურმა პარტიამ გადაალახა ბარიერი, ხო? აი ჩვენ რო ვეძახით კოლექტიური ნაცმოძრაობაო. სულ ყველა ფულიანი პარტია, სულ ყველა ბიუჯეტის ქურდია. გახარია ბიუჯეტის ქურდი აღმოჩნდა, გვარამია ბიუჯეტის ქურდი არ არის, მაგრამ ბიუჯეტის ქურდები აფინანსებენ. ჯაფარიძე და ხოშტარ ის ლელო ჩვენ ლელო არის ბიუჯეტის არა, მაგრამ ხალხის მძარცველი და ეს ადამიანები გამდიდრდნენ საბჭოთა ანაბრებით, აი თენგომ განაცხადა რომ 88 წელსშიო საერთოდ არ ვიყავი გაჩენილი ქვეყანაზეო და ვინც იმ დროს ცხოვრობდა, ყველას გვახსოვს. მაშინ ესეთი ბანკი, საბანკო კრედიტები ესეთი რამე არ იყო. იყო შემნახველი სალაროები საბჭოთა კავშირში. და ყველა ნორმალურ ადამიანს მუშა იქნებოდა ეს თუ აკადემიკოსი იქნებოდა თუ ხელოვანი იქნებოდა თუ ტაქსის მძღოლი, ყველას ჰქონდა რაღაცა ანაბარი გახსნილი და შავი დღისთვის ან თეთრი დღისთვის, ან ქორწილისთვის, ან გარდაცვალებისთვის, ან იმისთვის, ყველა აგროვებდა ფულს. აი ეს ფული საბჭოთა კავშირო დაიშალა შეჭამა ხაზარაძემ
შეჭამა ჯაფარიძემ და კიდე იქ რამოდენიმე ადამიანი იყო, სიორიძე იყო და არ ჩამოთვლი ახლა ყველას. ამათმა შეჭამეს და ახლა ტრაბახობენ რომ ჩვენო $500 დავიწყეთო და 5 მილიონი ვიშოვეთო. ხაზარაძემ რა 5 მილიონი იშოვა, ხაზარაძემ იშოვა 500 მილიონი. აი ეს ფული შეჭამა მიითვისა ედვარდ შევარდნაძის მეშვეობით და აქვე მინდა იცოდეთ, ვისაც ეს ანაბრები გქონდათ, მათ შორის მეც გქონდა ეს ანაბრები. თქვენ ოჯახსაც ეკნებოდა. 15 რესპუბლიკა ხო იყო ძვირფასო მაყურებლებო. 14-ვემ დააბრუნა ამა თუ იმ ფორმით. ესე იგი, აი მაგალითად გრივნა როგორ დაბრუნდა. ხორცის ეკვივალენტი და არის ბენზინის ეკვივალენტი. ანუ რა ღირდა მაშინ ლიტრი ბენზინი, ან რა ღირდა მაშინ კილო ხორცი. იმის მიხედვით გადაიანგარიშეს, მაგალითად 10,000 გქონდა, რამდენი კილო ხორცი მოვიდოდა 10,000 მანეთად. ან რამდენი ლიტრი ბენზინი მოვიდოდა და ეს ფული ყველამ დააბრუნა გარდა საქართველოსი. ეს სად გავიგე, იცით, არ გეგონოთ რომ საიდანაც მოვიტანე. სასამართლო პროცესი გაიმართა. ერთ-ერთმა პატიოსანმა წესიერმა ადამიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა დამიბრუნეთ ჩემი ანაბრები. და სხდომებს ვესწრებოდი და იქ გაირკვა თურმე რუსეთს როგორც საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრეს 14-ვე რესპუბლიკა მიმართა. ეხლა კეთილი ინებე, შენ ხო ხარ სამართალ მემკვიდრე. კეთილი ინებე და ჩვენი ანაბრები დაგვიბრუნეო. აღმოჩნდა რომ 13 რესპუბლიკას რუსეთმა დაუბრუნა ეს ფული და მე იმათმა ხალხს დაუბრუნეს გარდა საქართველოსი. ნუ მე 14 თვითონ რუსეთია და რუსებმაც აიღეს. გარდა საქართველოსი. აი რამხელა თაღლითობასთან ქონდა საქმე და ამას არავინ არ იძიებს. თუმცა შიდავალში აქვს აღიარებული როგორც ვიცი. არა აქვს შიდავალში. საქმეც იმაშია რომ შიდავალშიც არა აქვს აღიარებული. საქართველოს ისეთი გაპარტახებული იყო 90-იან წლებში, ამას ვერ დააბრუნებდა. მაგრამ ჩვენ ვითხოვდით მაშინ აიღოს სახელმწიფომ შიდავალში და ან ვაუჩერები გასცეს, ვაუჩერები ხო პირდაპირ დარიგდა. ან ვაუჩერები გასცეს ამ იმის სახით, რა ქვია, ანაბრის სახით. ან მიწის ნაკვეთები, ან უნდა შეეთავაზებინა მოქალაქისათვის, აი მოქალაქე თენგო ომანიძე. გაქვს 10,000 ან 100,000 სიტყვაზე. მე შენ ამის ეკვივალენტურად გთავაზობ მიწის ნაკვეთს. ან გთავაზობ აი ამ ქარხნის ან ფაბრიკის ვაუჩერს და ესე აღარ გაიძარცვებოდა მაშინ ფაბრიკა ქარხნები. მე პატრონებიც უცებ გამოუჩნდებოდნენ. ან გთავაზობთ აი მაღაზიები, გასტრონომიული მაღაზიები იყო, ტანსაცმელი. აი იქ გთავაზობთ წილს. ან რაღაცა უნდა შეეთავაზებინათ. არაფერი შეიჭამა ეს ფული. იშოვეს დიდი ძალი ფული და მე ამხანაგმა ედვარდ შევარდნაძემ გარდაცვლილებზე აღარ საუბრობენ, მაგრამ გამოვიდა და განაცხადა. რა არისო იცითო მეგობრებო? მეო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამავალაო, ჯერ ნახეთ ამას რო იტყვის ადამიანი, რომ დამავალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი. ქვეყანაში უნდა შეიქმნას მილიონერთა კლასიო. და მეო აბაო როგორ შემექმნაო მილიონერთა კლასიო? ავდექიო და ეს ანაბრებიო და ეს ქარხანა ფაბრიკების ვაუჩერები და ეს დავარიგეო ეს და შევქმენი მილიონერთა კლასიო და მე დაადო ხელი დათო გამყრელიძეს. დათო გახსოვს ეხლა რომ განმიდექიო და ცალკე პარტია რო ჩამოაყალიბე. გახსოვსო ექსკლუზივი რომ მოგეცი მე შენო დაზღვევებისო. მართლაც იმედი სადაზღვევო კომპანია ჩამოაყალიბა, ექსკლუზიურად მხოლოდ და მხოლოდ იქ უნდა დაზღვეულიყავი. გახსოვსო დაამადლა. მე ბატონ პირდაპირ გაგებით გაუგია ესე კი დამავალეს კლასი შეიქმნა ზე კაია თუ რატომ იცა ეკონომიკური აქტივობით ბუნებრივად თუ შეიქმნა ბუნებრივია მაგას და რატომ იეცი იმას და რატო არ მიეცი პეტრე სამპაულეს მე გრეჩიხას მიადგა შვილო ლევანო გახსოვსო პატარა ღვინის მაღაზია რო ქონდაო და ღვინის ქარხნები რო გაჩუქეო გახსოვსო მე კიდე ვიღაცებს შენეს მოგეცი შენის შევარდნაძეს ახასიათებდა ხანდახან წარეს სიმართლეს და სრულ სიმართლეს ტელევიზიით ლაპარაკობდა ხოლმე ყველა გაისუსა პარლამენტში ისხდნენ ყველა გაისუსა პასუხი ვერავინ ვერ გასცა და ესეო შევქმენიო მილიონერთა კლასიო მე თამას გაიაშვილს უთხრა ეხლა ყველა არ მახსოვს
გახსოვს რომ თვითმფრინავები რო გაჩუქეო. მისი პირადი პილოტი იყო და 31 ქარხანა აჩუქა კიდე პანტიკო თორდიას და ყველა ბოდიში ქუჩური სიტყვა უნდა თქვა. ყველა ჩაუშვა შევარდნაძემ. მე შენ ეს გაჩუქე, მე შენ ის გაჩუქე, მე შენ ის გაჩუქე და ეხლა გამოდიხართო და მიტინგებზე მე მლანძღავ და მე მაგინებ. სწორი უთქვი არა. არა, სიმართლე თქვა, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლებოდა? რატო ჩუქნი პეტრეს და პავლეს რატო ტოვებ შრალზე? არაფერს არ აძლევ პავლეს და პეტრეს აძლევ ყველაფერს. თურმე რის გამო, იმიტომ რომ პაატა შევარდნაძის მეგობარი ყოფილა თურმე დათო გამყრელიძე. და ესეთი მიზეზებით დაიტაცეს ფაქტიურად. დაიტაცეს მთელი ქართული ქონება, რო გონია რომ ღარიბი ქვეყანა ვართ. ღარიბი ქვეყანა კი არა ვართ. რამოდენიმე ადამიანის ხელში, კლანის ხელში აღმოჩნდა მთელი ქართული ქონება, მათ შორის ბორჯომის წყალი. რომელიც მე მიყიდეს რუსებს. ნუ არ ვიცი. ჭყონიას ხელში აღმოჩნდა ლიმონათის ქარხანა. რატო იმის ხელში? და რატო სხვის ხელში არა? აი ესე გაუკუღმართებულად ველური კაპიტალიზმი შემოვიდა 90-იან წლებში. ნაწილი დარჩა გაღატაკებული, ნაწილი დარჩა სასწაულად გამდიდრებული. არა, საშინელებაა მართლა რომ თან პრეზიდენტი რო ლაპარაკობს ამ ყველაფერს ქვეყნის პრეზიდენტი. თან ვერ ეპასუხა, ვერც ერთი ვერ შეეპასუხა. პარლამენტში ისხდნენ. აი ესე დაადო ხელი, გახსოვს შენის გაჩუქე და ამ გაჩუქეს უკან დგას 10 მილიონი, 30 მილიონი და ათასობით გაუბედურებული გამშეული ადამიანი, რომელიც გაიქცა საზღვარგარეთ და დღეს საქართველოსდან გასული არის 1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე ლუკმაპურის საშოვნელად, სწორედ მაშინ რომ მოხდა ეს უბედურება და ესე გაჩუქდა და გაპარტახდა საქართველოს ქონება ამის გამო. ბატონ სოსო, განიხილება კანდიდატებიც ამ არჩევნებზე, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ცნობილია, იქნება კახი კალაძე. ოპოზიციის მხრიდან ჯერ არ არის დასახელებული, თუმცა რამდენიმე ვარიანტი მედიაში იყო განხილული. ყველაზე უფრო მეტ საუბრობდნენ ალეკო ელისაშვილის კანდიდატობაზე. ოპოზიციის საერთო კანდიდატი ცოტა ისეთ ნათქვამია, იმიტომ რომ მაგალითად თქვენი პარტია არ ამგონია ხა თუ მიიღეთ მონაწილეობა მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ და კიდევ ბევრი იქნება. არა, არც მერის კანდიდატურას არ დავაყენებთ, ალბათ საკრებულოში. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში საერთო ოპოზიციური კანდიდატი მე მაინც მგონია რომ ნიშნავს, როდესაც მართლა ყველა ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში ესენი რომ საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ეძახიან, იგულისხმება რომ გახარია და ლელო დაუჭერენ მხარს და აი საერთოს მაგას ეძახიან. ხო, ამას ეძახიან საერთოს. და ელისაშვილი არის ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტად დასახელებული. მე სიმართლე გითხრათ, მგონია რომ არ მგონია რომ ეგ დაასახელონ საბოლოოდ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მედიაში ეს თემა განიხილებოდა. როგორ ფიქრობთ, აი შეძლებს ეს ორი პარტია შექმნას ისეთი ფონი, როდესაც აი მართლაც საერთო ოპოზიციურ კანდიდატად გასაღდება მათ მიერ დასახელებული კანდიდატი და იქნება თუ არა აი მაგალითად ელისაშვილის კანდიდატურა ისეთი კონკურენტი ქართული ოცნებისთვის, კახი კალაძისთვის. მე ახლა ძვირფასო მაყურებლებო კახი კალაძეს არ ვიცნობ პირადად. ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ, იმიტომ რომ მე თვითონ პოლიტიკოსი ვარ, კახი კალაძეს არ ვიცნობ, მაგრამ არ შემიძლია კახი კალაძე არ შევაქო. მისი მერობის დროს თბილისი გამწვანდა, თბილისი გალამაზდა, მოწესრიგდა და ათასნაირი ისეთი პროექტი კეთდება, რომელიც მე როგორც თბილისელს ამ ქალაქში დაბადებულ გაზრდილ ადამიანს ძალიან მიხარია. მარტო სტადიონის მშენებლობა, ახალი დიდი სტადიონი რო შენდება ახლა და ახალი დიდი აეროპორტი შენდება და სხვა ბევრი რამ, რომელიც შემიძლია ხა დავასახელო, მაგრამ არ შეგაწყენ თავს. აი ძველი დანგრეული კორპუსები რომელიც ინგრევა, ახლით ჩანაცვლება რო ხდება და ადამიანები ადამიანურ და კომფორტულ გარემოში იღებენ ბინებს, ან თუნდაც აი ეს კოოპერატიული ბინათმშენებლობები რო იყო მიტოვებული და ეხლა უბრუნდებათ ან კომპენსაცია ან ფულის სახით, ან ბინები შენდება და ღებულობენ იმ თავის საკუთარ ბინებს, რომლებსაც უკვე ხელი ქონდა ამ ხალხს ჩაქნეული. ბევრი რამ შემიძლია დავასახელო კახი კალაძეზე. მე არ ამგონია კახის ვინმე კონკურენცია გაუწიოს, ნებისმიერ რაც არ უნდა გაერთიანდნენ და იძახონ, რომ ერთიანი კანდიდატი, საერთო კანდიდატი, გაერთიანებული კანდიდატი, რა ლამაზი ბჭყალებში სახელიც არ უნდა დაარქვან. არაფერი არ გამოვა კახისთან კონკურენციაში, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ვისურვებდი, რომ
ალეკო ელისაშვილი დაასახელონ კანდიდატად, იმიტომ რომ ალეკო ელისაშვილის დასახელების შემთხვევაში ეს იქნება კახი კალაძის წისქვილზე დასხმული წყალი, იმიტომ რომ იმდენად ოდიოზური პიროვნება არის ალეკო ელისაშვილი, იმდენად სამარცხვინო პიროვნება არის, რომ ოპოზიციის ნამდვილი სახე განსხეულდება ალეკო ელისაშვილს. მეცაც გეტყვია მაგალითად ძალიან მინდა რომ გუბას სანიკიძე დაასახელონ საერთო მერობის კანდიდატად. ან ვინმე აი ესეთი, ვიზეც აი ხალხი იცინის და მასხრად აგდების პროცესში არის იმ ადამიან. აბა სხვა ვინ უნდა დაასახელონ? აი ან ალეკო ელისაშვილი ან ვიღაც შარაშიძეო თუ რაღაც გვარს ასახელებს. კი, დასახელდა. ვინ არის? აი გეკითხებით, ვინ არის ვიღაც შარაშიძე? ალეკო ელისაშვილი გასაგებია რომ ნუ ვინც არის ყველა უყურე. არ მინდა ხა დავახასიათო ალეკო ელისაშვილი. ყველამ ვიცით ვინ არის. ასეთი მერი თუ გინდათ ძვირფასო თბილისელებო დაასახელონ, კი ბატონო. ბატონო სოსო, სანამ საუბარს დავასრულებთ, ჯერ გვაქვს დრო, რა თქმა უნდა, სასაუბროთ, უბრალოდ მხოლოდ საქართველოზე არ მინდა რომ ველაპარაკოთ, საერთაშორისო მოვლენებზე არის თქვენი პოზიცია საინტერესო. დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მოსკოვში გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს უოტკოპ შორის. დასრულდა ეს შეხვედრა, რომელიც 3 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. პირველი ინფორმაცია გააჟღერა, რა თქმა უნდა, კრემლმა, როგორც მასპინძელმა მხარემ და ითქვა ძალიან ზოგადი შეფასება, რომ ეს იყო კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული საუბარიო. თუმცა რაიმე კონკრეტული ხელშესახების შედეგი არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში მსგავსი კომენტარი არ გაკეთებულა არც ამერიკული მხარის მხრიდან, არც რუსული მხარის მხრიდან. ამ შეხვედრას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გადაეწყვიტა პრეზიდენტ ტრამპს რუსეთთან მისი მომავალი პოლიტიკა. საუბარი არის მეორადი სანქციების დაწესებაზე, მან ულტიმატუმი წაუყენა როგორც ისის მაყურებელმაც რუსეთს, რომ დაასრულოს ომი უკრაინაში. თუმცა, როგორც გითხარით, ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი ამ მხრივ არ ვიცით. აი თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ზოგადად აი ამ პროცესთან მიმართებაში, შესაძლებელი არის თუ არა თქვენი აზრით ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა და აი ეს ომი, რომელიც უკვე ამდენი წელია გრძელდება და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უნდა ველოდოთ თუ არა დასრულებას. მე მესმის, რომ თქვენ რა თქმა უნდა რაიმე ექსკლუზიური ინფორმაციები ვერ გექნებათ, მაგრამ თქვენთვის როგორც აი დამკვირვებლისთვის როგორ ჩანს ეს ყველაფერი? მე მხოლოდ ანალიზი შემიძლია გავაკეთო და ჩემი მოსაზრება გაგაცნოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა, დასრულდება იმით, რომ უკრაინა დაიშლება მინიმუმ 2 ნაწილად, თუ მეტად არა და მეტში რას გულისხმობ, იცით? უნგრეთს აქვს უკვე თავისი პრეტენზიები, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გენერალისიმუსმა სტალინმა უკრაინას შეუერთა პოლონური ტერიტორიები, შეუერთა უნგრული ტერიტორიები, შეუერთა გერმანული ტერიტორიები და რა თქმა უნდა, ხმაც ვერავინ ვერ ამოიღო, იმდენად ძლიერი იყო მაშინ საბჭოთა კავშირი და შემდეგ აპირებდა ქართული და სომხური ტერიტორიების დაბრუნებას. ანუ დაბრუნებას მე რას ვამბობ, მე სულაც არ ვეხები თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. უბრალოდ მაშინდელი თურქეთი იყო ადოლფ ჰიტლერის მოკავშირე და როდესაც მიმდინარეობდა კავკასიის შტურმი, ქალაქ ორჯონიკიძეში, დღევანდელ ვლადიკავკაზში იყო, ესე იგი, ისეთი წარმოუდგენელი ბრძოლები, რომ შემოეღწია დარიალის ხეობით საქართველოში. ანუ თუ დაეცემოდა ვლადიკავკაზი მაშინდელი ორჯონიკიძე და გერმანული ჯარი შემოვიდოდა საქართველოში, მზად იყო 1 მილიონიანი თურქული არმია, რომელიც სამხრეთიდან შემოვიდოდა და თბილისში უნდა ჩამოერთვათ მათ ხელი. არ გამოვიდა ვლადიკავკაზი, ორჯონიკიძე არ დაეცა და ვერც თურქულმა არმიამ ვერ გაბედა აქ ცხვირის შემოყოფა. დამთავრდა ომი და შემდეგ სტალინმა განაცხადა, ეხლა დააბრუნეთ კეთილინები და დააბრუნეთ ძველი ქართული და ძველი სომხური ტერიტორიებიო და რომ არა ხიროსიმა და ნაგასაკში აფეთქებული ატომური ბომბი სტალინის გამჩერებელი არავინ არ იყო. ეს მცირე ისტორიული ექსკურსი რატომ მოვიყვანე მე? მე ვფიქრობ, რომ ომი არ დამთავრდება, სანამ ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი და ოდესა
არ შეუერთდება, de facto de jure არავინ არ ცნობს. De facto სანამ არ შეუერთდება რუსეთს. არანაირი სანქცია, ჩვენ დავხედავთ 3 წელიწადზე მეტია გრძელდება, არანაირი სანქცია არ ჭრის. ნახეთ რა ხდება. რუსეთმა ომის დროს მეგობრად გაიხადა, კი ევროკავშირი გადაემტერა, ხო? და შეერთებული შტატები ტრამპამდე. მაგრამ ნახეთ რა ხდება. დაიმეგობრა, ისედაც მეგობრობდა ჩრდილო კორეასთან და 10,000 მეომარი ჩრდილო კორეიდან შემოვიდნენ და ომობენ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე. ბომბები გამოელევაო და რაკეტები გამოელევაო რუსეთსო. ჩრდილო კორეიდან დაიძრა და შემოდის რაკეტები. დაიმეგობრა ჩინეთი, რომელთანაც მანამდესაც მეგობრობდა. ახლა პირდაპირესაც ჩინეთი პირდაპირ ვერ აწვდის რუსეთს იარაღს. იმიტომ რომ თვითონ ტაივანი აქვს დასაბრუნებელი და ძალიან რთულ სიტუაციაშია თვითონ ჩინეთი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მორალურ და ფინანსურ დახმარებას ნამდვილად უწევს რუსეთს. ფინანსურს რას ვამბობ? ბოიკოტი რო არის გამოცხადებული ევროკავშირიდან, ჩინეთთან მიმდინარეობს გაცხოველებული ვაჭრობა. დაიმეგობრა ინდოეთი, რომელთანაც მანამდესაც მეგობრობდა და ნახეთ რა ხდება. რუსული ნავთობი გადის ინდოეთში, ინდოეთში ხდება მისი გადამუშავება ნავთობ გადამამუშავებელ ფაბრიკებში და შემდეგ ინდური გემებით გაედინება მთელ სოფლიოში, ისე რომ ნავთობსაც ყიდის, ვაჭრობს კიდევაც და ეკონომიკა არამც თუ დაეცა, არამედ პირიქით უფრო გაუძლიერდა. და სხვათა შორის ევროკავშირიც ვაჭრობს. დღეში $1 მილიარდი ეს აღმოჩნდა, ეს ჩუმად ხდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა. დღეში $1 მილიარდამდე, €1 შედის ევროკავშირიდან რუსეთში. აი ამ ენერგომატარებლების სახით და ამით მე მზადდება იარაღი და ომს ბოლო არ უჩანს. არც დამთავრდება ეს ომი, სანამ რუსეთი არ მიაღწევს. ახლა ლვოვი და დასავლეთ უკრაინა ალბათ არ აქვს რუსეთს მაგაზე პრეტენზია, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, უნგრეთს, გერმანიას და პოლონეთს აქვთ პრეტენზია. ასევე პრეტენზია აქვთ ისრაელს. ახლა ყველა მიცის რომ ოდესა არის ებრაული ქალაქი. მე იქ ახალგაზრდა რო ვიყავი, მუშაობდი კიდეც ერთ-ერთ ქარხანაში, გარკვეული დროით ცხოვრება მომიწია ოდესაში. იქ უკრაინელები პრაქტიკულად არ ცხოვრობენ, არც რუსები, ძირითადად ებრაელების ქალაქია და პრეტენზიაც აქვს ისრაელს, რომ ეს უნდა იყოს ებრაული ქალაქიო. ეხლა ნახეთ რა ხდება. აღმოჩნდა საშინელი კორუფცია, თვითონ პარლამენტის უმრავლესობა კი აღარ ენდობა ზელენსკის და უნდობლობას უცხადებს და მრავალ ქალაქში ზელენსკის საწინააღმდეგო გამოსვლები მიმდინარეობს და თან ზელენსკის უკვე დიდი ხანია ამოეწურა საპრეზიდენტო ვადა. უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტი, აი სალომე რო იძახის აქ რომ ისევ მე ვარ პრეზიდენტიო, აი ესე იძახის ზელენსკი რომ ისევ მე ვარ პრეზიდენტიო, თორე სინამდვილეში აღარ არის, არალეგიტიმური პრეზიდენტია. ფიქრობ რომ ეს ომი მალე არ დამთავრდება, მაგრამ აი ეს შეხვედრები ტრამპის წარმომადგენელთან და პუტინთან კონსტრუქციულ და დასრულდაო, მე ჩემს პირად მოსაზრებას გეუბნებით. ვფიქრობთ, ეს კონსტრუქციული მოსაზრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ემბარგო მოეხსნება, ან რაიმე სპეციალური სავაჭრო შეთანხმება შედგება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. შეიძლება ტრამპმა სანქციებიც კი დაუწესოს, მაგრამ კონსტრუქციულში მე ვთვლი, რომ შესაძლოა ატომური ომი იქნას თავიდან აცილებული. ეს არავის არ აწყობს, არც შეერთებულ შტატებს, არც ევროპას, არც უკრაინას, არც რუსეთს, არც თავარი არც საქართველოს არ აწყობს, არც ირანს არ აწყობს. ცოტა ხნის წინ კინაღამ გაჟონა ირანის ბირთვული ობიექტებიდან რაღაც რადიაციამ და ღმერთმა დაიფარა საქართველო. თორემ ეს რომ ასე მომხდარიყო, დაღუპული იქნებოდა ჩვენი საქმე, ისე როგორც ახალგაზრდებს მინდა უთხრა 1986 წელს აფეთქდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური. იქიდან წამოსულმა ღრუბელმა მოაღწია საქართველომდეც, ბელორუსია მოწამლა, იქ ჩრდილო ევროპა მოწამლა, შემდეგ ქარმა დაუბერა ჩვენ და საუბედურო და აქეთ წამოვიდა და დასავლეთ საქართველოში, როგორც ჩაის მომყვან რეგიონში, ჩაის ჰიგროსკოპიურა და შეიწოვა ეს რადიაცია და
მოედო მთელ საქართველოს დასავლეთ საქართველოს ფარისებრი ჯირკვლის კიბო სიმსივნე აღმოსავლეთშიც ნაწილობრივ გავრცელდა და საერთოდ სიმსივნე ონკოლოგიური დაავადებები იმიტომ არის ასე გავრცელებული ჩვენ ქვეყანაში რომ 86 წელს ჩერნობილის კატასტროფა მოხდა. ღმერთმა დაიფაროს რომ ირანში რაიმე მოხდეს. რადგანაც რადიაციამ ატომურმა იარაღმა საზღვარი არ იცის რომ აი აქ არის ირანი და ამის იქით არ გადავალ. აქ არის თურქეთი არ იცის. ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი ეს კონსტრუქციულად დასრულდაო ალბათ შეთანხმდნენ იმაზე რომ ატომური იარაღი არ იქნება გამოყენებული არც ერთი მხრივ. იმედი ვიქონიოთ. აი ამისი იმედი. ხოჭორის დღეს არის 80 წლის თავი ჰიროსიმაში ბომბის ჩამოგდების მაშინ და ალბათ აი დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად კონტექსტურია ხო ამაზე საუბარი საშინელი მსხვერპლი მაშინ ახა კაცობრიობამ უკვე აი ეს დიდი უბედურება რაც შეიძლება ასეთ პროცესთან მოხვეს და დღეს არის სწორედ 6 აგვისტო არის ეს თარიღი 80 წლის იუბილეა 78000 ადამიანი როგორც თუ სწორად მახსოვს ერთ წამში მყისიერად ვინც მოკვდა ამ ბომბის ჩამოგდებით და შემდეგ რა თქმა უნდა კიდე ათეულობით ათასი დაემატა რადიაციით თუ იქ მიღებული დამწვრობებით თუ ტრავმებით და არ ვიცი აი ხანდახან მართლა ცოტა შემაძრწუნებლად მეჩვენება ხოლმე რომ როცა აცნობიერებ რომ აი რამდენიმე ადამიანის კეთილნებაზე არის სამყაროს მომავალი ბედი დამოკიდებული თითოეული ჩვენთაგანის და მათ ხელში არის ისეთი იარაღი რასაც შეუძლია რომ მთლიანად კაცობრიობა გაანადგუროს თუ კი ეს არის აი კონსტრუქციული ნაწილი რომ ამაზე შეთანხმდნენ რომ ამას არ გააკეთებენ რა თქმა უნდა ეს ამაზე კაი რა არის მაგრამ მე ასე ვეჩემ პირადაზე უნდა არ ვიცი იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში რომ შეთანხმება რაც დაკავშირებული არის აი ამ ომის საშინელი ომის დასრულებასთან ნელ-ნელა მოვა ახლოს ასე თქვა და გავა ფინალში აი ეს პროცესები უბრალოდ მართლა რთული წარმოსადგენია როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალში ცხოვრება იგივე რუსეთთან ურთიერთობა როგორ უნდა გქონდეს იმ ქვეყნებს რომლებიც დღეს ასეთი და ასეთ ხარისხით არიან დაპირისპირებული მაგრამ ალბათ ეს არ არის ხო მსოფლიო ეპოქისთვის და ისტორიისთვის ისეთი გადაულახავი ეტაპი ჩვენ გვინახავს წარსულში სამკვდრო სასოცხლოდ დაპირისპირებული ქვეყნების რომლებიც შემდეგ უკვე იგივე იაპონია ამერიკა დღეს მათი პარტნიორობა შესაშურია ხო აქედან გერმანია და საფრანგეთი ისტორიულად ინგლისი და საფრანგეთი ისტორიაში ყველაზე გრძელი ომი 116 წელი გრძელდებოდა მათ შორის 100 წლიანი ომი ერქვა და მეორე 100 წლიანი ომი 100 წელი მეორე არ გრძელდებოდა მაგრამ მეორე 100 წლიანი ომი და გააჟლიტა ესე იგი საფრანგეთის და ბრიტანეთის უგუნურმა მმართველებმა ეს ორი უბწყინვალესიერი ლამის გააჟლიტა ჟლიტეს ერთმანეთი ნუ და დღეს ერთად ცხოვრობენ გვირაბიც კი აქვე ლამანშის ქვეშ გაყვანილი და ასეთი დაპირისპირებული ერები ცხოვრობენ დღეს მშვიდობით იმიტომ რომ იციან რომ თუ არ იქნება მათ შორის მშვიდობა ერთი ცუდად იქნება და მეორე ცუდად იქნება და აქვე დავამატებ რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩემ მოსაზრებას გეუბნებით ურღვევი რატო არ იშლება შტატებად იმიტომ რომ კარგად ცხოვრობენ აბა ცუდად ცხოვრობდნენ და აბა ეკონომიკური გაჭი დააშინათვე დაიწყებოდა სეპარატიზმი ტეხასი ცალკე გავიდოდა ფლორიდა ცალკე გავიდოდა იქ მიჩიგანი ცალკე გავიდოდა დაიშლებოდა აი საერთო კეთილდღეობა არის დაპირისპირებული შტატების და დაპირისპირებული ქვეყნების ერთ-ერთი დამაკავშირებელი სერიოზული ფაქტორი თუ კარგად ცხოვრობთ შვიდათვე თუ აირევა მაშინ დაიშლება საბჭოთა კავშირი როდის დაიშალა როდესაც 1986 წელს გარბაჩოვმა შემოიღო ანტიალკოჰოლური კანონი და შენ საბჭოთა მოქალაქეებს რუსიკ ბელორუს და ჩtildeოეთში მაცხოვრებლებს აუკრძალე არყის დალევა სადაც -40 გრადუსია სიცხე ბოდიში სიცხე კი არა -40 გრადუსი სიცხე როგორ შეიძლება იყოს -40 გრადუსია ყინვა და დაიშალა საბჭოთა კავშირი. შემოვიდა ტალონი ხორცზე, ტალონი ყველზე, ტალონი კარაგზე, ტალონი შაქარზე და დაიშალა. და შეერთებული შტატები კარგად რო ცხოვრობს, იმიტომ არიან ერთიანი. და ამასთან დაკავშირებით ბატონო თენგო ერთსაც ვიტყვი რა. დიდი ხანია ვიცი რომ მიმდინარეობს ხელმოწერები, საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები გროვდება იმ მიმართვასთან დაკავშირებით რომ ჩვენ დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან
ჩვენი დევნილების უპირობო დაბრუნებაზე და საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების შესახებ. მე ამ ხელშეკრულებას კი არა, ამ მოთხოვნას ხელი მოვაწერე და უბრალოდ სარგებლობ მომენტით და ღია ეთერში ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ მე შეუერთდი და სხვებსაც, ვინც არ შეერთებულ ხართ, მოგიწოდებთ, ხელი მოაწეროთ, რომ დავიწყოთ უკვე რუსეთთან დიალოგი. ხედავთ თქვენ ალბათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჩავიდა რუსეთში და ხანგრძლივი დიალოგი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან და კონსტრუქციულად დამთავრდაო თვითონვე აცხადებენ. ჩვენ რატო არ გვინდა რომ ჩვენ დავიწყოთ ეს დიალოგი და ჩვენც კონსტრუქციულად დავამთავროთ? რატო გონიათ რომ მაინც და მაინც ცუდად დამთავრდება? იქნებ კარგად მთავრდება. იქნება ბრუნდებიან ჩვენი დევნილები. ჩვენ ახლა ვინმეს თუ გონია ამ იმის ილუზიაში ვართ რომ ერთი ჩასვლით რუსეთი გვეტყვის რომ წაიღეთ თქვენი აფხაზეთი და წაიღეთ თქვენი ცხინვალი, ესე არ იქნება. ეს ხანგრძლივი პროცესია. პირველი უნდა გაკეთდეს ის, რომ ჩვენი დევნილები უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ. რაზეც არის გაეროს გენერალური ასამბლეის რამოდენიმე დადგენილება. როდესაც ჩვენი მოსახლეობა უკან დაბრუნდება, აი მერე უნდა დავიწყოთ უკვე საქართველოს სახელმწიფო მოწყობაზე საუბარი. ფედერაცია გვინდა, უნიტარული სახელმწიფო გვინდა, მონარქია გვინდა, თუ რაც გვინდა, მერე უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი. დიდი მადლობა ბატონ სოსო, უღრმესი მადლობა განსაკუთრებით აი ამ ბოლო ნაწილში მოწოდებისთვის, იმიტომ რომ მართლაც ეს არის აქტუალური თემა და ეხლა შეიძლება არ გქონდეს რაღაც ისეთი ან არსებობდეს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არ აქვს დიდი ოპტიმიზმი და დიდი მოლოდინი, მაგრამ ერთი რამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოგალაქვისთვის ცხადია, რომ ალტერნატივაც არ აქვს ამას. თუ მართლაც არ დაიწყო მოლაპარაკებები, არ დაიწყო დიალოგი, ეხლა ჩვენ მუდმივად ერთმანეთის მეზობლად უნდა ვიარსებოთ და ეხლა მუდმივად გათიშული ვერ გადავსახდებით ვერსად. ვერც რუსები ვერ გადასახდებიან. ვერც ისინი წავლენ, ვერ ჩვენ წავალთ და ადრე თუ გვიან ეგ პროცესი ხო უნდა დაიწყოს. ამისი ალტერნატივა რა არის? მაშინ ეს ამას თუ შემოგთავაზებენ, შეიძლება გქონდეს ჩვენს განსხვავებული აზრი, მაგრამ ფაქტია, რომ ამის საწინააღმდეგო გზაზე დავდივართ ბოლო 30 წელია უკვე და ამან არ მიგვიყვანა, არც კი მიგვაახლოვა იმ შედეგთან, რაც არის ამ შემთხვევაში. პირიქით დაგვაცილა. პირიქით დაგვაცილა. 2008 წლამდე აღიარებული მაინც არ იყო ეს ტერიტორიები. 2008 წლის ავანტურის შემდეგ აღიარება მოხდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აი რა უბედურებამდე მივედით. და რა თქმა უნდა ეს ხელმოწერები რომ შეგროვდება და გადაეცემა ჩვენს ხელისუფლებას, მე იმედი მაქვს ჩვენი ხელისუფლება ამის შემდეგ მაინც უკვე გამოიჩენს დიპლომატიურ ინიციატივას და დაძრავს ამ საკითხს მკვდარი წერტილიდან როგორც იტყვიან რა. დიდი მადლობა ბატონ სოსო, დაგემშვიდობებით ძალიან საინტერესო საუბრისთვის გადაგიხდით მადლობას და მაყურებელს შევახსენებ, რომ მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი მსჯელობა. ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით. დიდი მადლობა.